მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მუსეუმის გადაცემა ისევ და ისევ გრძელდება და დღეს ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, არაჩვეულებრივი მანდილოსანი და ძალიან კარგი მომღერალი, ძალიან კარგი შემოქმედი ბარბარა ბელი. მოგესალმები, როგორ ხარ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? კარგად, არა გუშავს, მიუხედავად იმ გადაწყვეტილი გრაფიკისა, რაც შენ გაქვს, როგორც გიწევს დატვირთვით მუშაობა და გამოუძინებლობა, მაინც ხარ ენერგიებზე და შემართები და პოზიტიურად და კარგად. მადლობა, რომ დაგვიქმე დრო და მოხვიდე. პირიქით, მადლობა მოწვევით. ჩვენი ერთ-ერთი ჩანაწერიდან გავიდა გარკვეული პერიოდი, საკმაოდ დიდი და მოდი ესე ვთქვათ, მოგუნატრები ხარ და ვფიქრობ ძალიან ბევრი საინტერესო, კარგი სიახლე გაქვს, რომელსაც ალბათ ელოდება მსმენელიც, მაყურებელიც. რა ხდებოდა აი ამ დროის განმავლობაში შენს თავს? რა ვიცი, ცოტა შესვენება მქონდა ახალი სიმღერების ჩაწერებიდან, მაგრამ მე ხლა ვასრულებ ერთ-ერთ ჩემს ფავორიტ სიმღერას. ესე ჩემი ფავორიტია დღეს, რასაც იმღერებთ. არის სიმღერა, რომელიც არ არის შენი ფავორიტი? შენივე დაწერილი. ყველას რაღაცა ადგილი უჭირავს ალბათ. მაგრამ აი თითქოს მინდა რომ უფრო და უფრო კარგი გამომივიდეს და აი ახალი და აი რაღაცა მოგლეთ ყოველი ახალი სიმღერა გამოდის რომ მინდა რომ წინას აჯობოს რა. ხო და თან ანუ აი ჩემ რაღაც ნაწილს ვაჩვენებ ადამიანებს, ანუ ამ თითოეული სიმღერით აი რამდენი ემოციაც გამაჩნია, თითოეულ ემოციას ვდებ ამ თითოეულ სიმღერაში, ზოგი პოზიტიურია, მაგალითად ზოგი დრამაქვინურია, რაც მაქვს ხოლმე პერიოდები. უმეტესად რა თქმა უნდა პოზიტიურად უყურებ და დღეს რაც უნდა ვიმღერო, ეს არის ძალიან პოზიტიური სიმღერა, მართალია თავიდან ცოტა ისე იწყება, რომ პირიქით დეპრესიული ისაა, ცოტა ელფერი თითქოს. არა, დეპრესიული არ აქვს, უბრალოდ აი საკუთარ თავთან ბრძოლას გაჩვენს რა, ძალიან ისეთი რაღაცა იავარდებით მოფენილი არ არის რა, ანუ ცოტა ძალიან მინდოდა რომ ადამიანებისთვის მეთქვა რომ კიდევ ერთი შანსი მიეცათ საკუთარი თავისთვის ამ სიმღერით, იმიტომ რომ მე თვითონ გადავიტანე ეს ყველაფერი და ეს იდეა მიდევს ამ სიმღერაში, რაც მთავარია და მინდა რომ მივაწვდინო მსმენელს. და ახალი სიმღერა რომელიც შენ გაქვს, რომელსაც ქვია Give It. ანუ თემურით არა, Give It. ხო? Give It. Give It. Okay. არის იგივენაირად თქვენი გიორგისთან ერთად გავაკეთე, მე ხლა ბათუმში რომ მოღვაწეობ, თბილისში ჩავდივარ ხოლმე, ავაწყობთ ხოლმე ამ ჩონჯხს და მე აი რა გავაკეთეთ, როგორ გავაკეთეთ და ძალიან მაგრად ვეწყობი, სხვათა შორის აი გემოვნებითაც ზუსტად ვიცი რომ ამ ადამიანთან რომ მივიდან ჩემს რაღაცას რომ მოვიფიქრებ, ზუსტად ისე გამიკეთებს, როგორც მე მინდა და ეს არის აი უდიდესი, რავი, დალოცვა ჩემთვის ამ ხრივ. შენ ახსენე ესეთი რაღაც რო აი თქვათ მინდოდა რომ ჩემი სათქმელი რაღაც გარკვეული მესიჯი ვიღაცამდე რომ მისულიყო რა, მსმენელამდე რომ მისულიყო. იცი რა მაინტერესებს შენ როგორც ავტორი შენივე სიმღერების ნებისმიერს ვისაც არ უნდა კითხო თქვათ აი სტუმრები რომლებიც ყავს და რასაკვირველია ძალიან ბევრი შემოქმედი ვერ ასახელებს კონკრეტულ მიზეზს იმისას თუ რა მომენტში მოდის აი ეს განათება, ხო, მუზა ეგრეთ წოდებული. მე მაგალითად ვეკუთვნი იმ კატეგორიას და ვემხრობი იმ კატეგორიას, რომელიც ამბობს, რომ არ ველოდები მუზას. ხო, არა. თვითონ მოდის. რომ რაღაც ესე. უბრალოდ ქმნიან შემოქმედებით რეჟიმს და დისციპლინა აქვთ ისეთი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ანუ რაღაცისთვის კი არ აკეთებენ, ისინი ყოველდღე მუშაობენ და აი ამ ყოველდღიურ მუშაობაში მოდის ისიც ეს ქალბატონი მუზა თუ რაც ქვია მაგას. მაგრამ როცა აი ელოდებიან რაღაცას და აი მე ეგრე არ ვიტყოდი. ეს არის აი დაახლოებით როგორ რაღაცა იცი, ჩემთვის მაგალითად, ეხა არ ვიცი სხვისთვის როგორ არის, მაგრამ აი შენ შემთხვევაში აი ჩემ შემთხვევაში ეს არის დღიურივით. აი ხო არის რომ რაღაცაზე ფიქრობ და გინდა რომ გააზიარო. აი მაგალითად ერთი ადამიანი მაინც დაისვა და უთხრა რა რას როგორ განიცდი, რა გინდა რომ უთხრა. აი ჩამოუყალიბო რას განიცდი შენ ამ დროს რა და და თითქოს თან ელოდები, ანუ იმ ადამიანისგანაც რომ ზუსტად ისე უნდა გაიგოს როგორც შენ გინდა, მაგრამ ზოგჯერ ხო არ არის ეგრე და აი
ეს მომენტი, მაგალითად, ეხლა ეს სიმღერა როგორც დავწერე, მომივიდა დილის 8 საათზე. ანუ ვიყავი სრულიად დანგრეული. ზუსტად 8 საათზე. დილის 8 საათზე, ხო, იმიტომ რომ დამამახსოვრდა, რომ დილის 8 საათი იყო. გავიღვიძე, ცოტა მეძინა ძალიან მთელი ღამე ჩათვალე, რომ გადათენებული მქონდა, რაღაც აი შინაგან დრო იშლები რა, რაღაც ესეთ პერიოდი მქონდა ცხოვრებისეული და მე თვითონ გავბრაზდი ჩემ თავზე, რომ აი მეთქე რატომ ან ბავშვობიდან სულ ბრძოლაში რო ხარ, აი თვითგადარჩენა იქნება, აი ყოველდღიური პატარა რაღაცეები თუნდაც ხო, რომ აგრძელებ სულ იბრძვი რა რაღაცისთვის და რაღაცნაირად თითქოს დაუნებდი და მე ჩემ თავზე გავბრაზდი, რომ აი არ უნდა დანებდე, აი ეს იყო, ეს მომენტი იყო და ავდექი და მახსოვს, რომ ყავით ვიწყებ ხოლმე რა და ეს ყავა ავიდუღე რაღაცა დავჯექი და აი ძალიან მომინდა, რომ გადმომეცა, რასაც ვფიქრობდი, აი რაც ასე ვთქვათ მქონდა ნაფიქრი ალბათ მთელი ღამის განმავლობაში და მინდოდა რომ რაღაც ესე ლამაზად გადმომეცა ეს ისტორია რა რომ და მეთქი აი ხლა ამას დავწერ და всё დღეიდან всё ანუ ჩემი ეს რაღაცა ახალი სტარტია ისევ კიდევ ერთი სტარტი რა და უბრალოდ დავჯექი და დავწერე და რა თქმა უნდა მე ეს მელოდია მომივიდა აზრად ის და გიორგის ბურეკავ მეთქი მაგარი აზრი მომივიდა всё მომდივარ თბილისში დამხვდი ჩავწერო და ისიც ყოველს აი რაღაცა მიდია რა მაგარია თვითონაც ძალიან უყვარს ჩემთან მუშაობა თვითონაც მოსწონს ეს სხვა არის შეწყობაზე არა ზოგჯერ არის რომ მაგალითად ისეთ სიმღერას ხერი რაც არ გინდა რომ იმღერო ხო ანუ როგორი გულით აკეთებ ჩვენ ორივე გულით ვაკეთებთ ეს არის რომ მე მიყვარს რომ ის მიკეთებს ამ საქმეს და იმასაც ჩემთან მუშაობა უყვარს და აი ძალიან სხვანაირად ვაკეთებ ამიტომ მაუღნიშნე წეგან რომ ძალიან კარგია როცა ესე აკეთებ და ალბათ სწორია ესე ეკეთება იმიტომ რომ იდეით უნდა იყო ანთებული. როდესაც რაღაც სამუშაო გადადის სისტემურ რაღაც ინტერესსაც კარგავდა. ხო, ცოტა ინტერესს კარგავს და თან ხშირი, რაც უფრო ხშირია, მით უფრო რთულია, იმიტომ რომ ამას ჭირდება მომწიფება, რომ მომწიფდეს შემოქმედში შინაგანად გარკვეული ემოციები და გრძნობა დააგროვდეს, რაღაც ტკივილი იყოს, რაღაც სიხარული იყოს, რომ მან შეძლოს მოუყაროს თავი და ფორმა მიცეს. ანუ ამას დრო ჭირდება, ეს არის ეს რაღაც არ არის ესე რომ აი მაგალითად ბოდიში ჩაგეჭრები აი როგორღაცა იცი მე რო თქვა რომ შემიძლია დავწერო ძალიან ბევრ ტექსტს დავწერო ხვდები მაგრამ აი ამ რასაც ვწერ იმაში მინდა რომ აი ის ზუსტად ის ემოცია მქონდეს რაც იმ მომენტში მქონდა და რაც მინდა რომ გავაზიარო რა და ანუ აი ვერ იტყვი რომ აი მე მინდა ეხა ალბომი გავაკეთო და ეს 10 სიმღერა უნდა დავწერო ერთ თვეში დაწერ მაგრამ მე მირჩევნია დაველოდო ანუ ის რაღაცა პერიოდი გავიდეს და ზუსტად ვიცოდე რა დავწერე და ზუსტად ვიცოდე რის გაზიარება მინდა რა. აი წელიწადში 2 წრო იყოს უფრო მომწონს ანუ ასე რო აგებდეს შენ. ხო, იმიტომ რომ აი თითოეულ ზუსტად. კი, თითოეულ რაღაც ტექსტში თუ რაღაც მელოდიაში სული და გული მაქვს ჩადებული და აი რაღაცა სხვანაირად ვაკეთებ ხოლმე რა და აი მირჩევნია დაველოდო მაგას მაგალითად ხო დროს და ვიდრე აი რაღაცა 10 სიმღერა ჩავწერო მივაყოლო ესე. აი 10 სიმღერა შეგიძლია ჩაწერო და დემო ვერსიებად შეთავაზო სხვადასხვა მომღერლებს თუ იყიდი. მოკლედ ძალიან კარგი მოსალუცი ამბავია მე პირადად ჩემი გადაცემის სახელი ჩვენი გადაცემის სახელი გილოცავ არა მარტო იმას რომ გაქვთ თქვა მალე შეიძლება კლიპი იყოს და რაღაცები გამოვიდეს, ანუ ტექნიკური თვალსაზრისით, ის რაც პოპულარიზაციას ეხება რა, post productions. პირველ რიგში გილოცავ იმას, რომ შენში გაჩნდა, დაიბადა, მუხტი რაღაცის დაძლევის, რაღაცის გადალახვის, რაღაცის აღმოჩენის, განვითარების, არ ვიცი, გამკლავების რაღაცასთან შეიძლება და მოკლედ ეს კონდეს სულ, მაინც ესე ეს იქნება მილოცვას და ეს იქნება გარკვეული წყევლად შემოქმედისთვის, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. ჩვენ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ არ გამოდის. უნდა იყოს რაღაც იმისთვის, რომ დაიბადოს პროცესი და მეთანხმები ალბათ რაღაც და აფეთქდეს რა. ეს აფეთქება შეიძლება იყოს ძალიან მძიმე და მტკივნეული და ცოტა ნეგატიური ენერგიის მატარებელი. კაცხასიათზე ისეც ვერ დაწერ, როგორცაც აი ძალიან დიდი რაღაცის ქვეშ რო ხარ, ემოციას რო კი ბატონო, მეც ეგ მგონია. სიკეთესაც ვერ აკეთებს ადამიანი, როცა ის არის. არ ვიცი, რთული ამბავია მოკლედ. ჩემი მთავარი მესიჯი მაინც ის არის, რომ არ უნდა დაკარგოს ადამიანმა საკუთარი თავი.
ტრავმებში, აი ჭდილივით რომ დაყვება ეს რაღაცა შიში, რომ ეხლა თუ მოხდა რაღაცა ცუდი, კიდე მოხდება და ასე შემდეგ. ანუ თუ ადამიანი კედლებს აშენებს თავისი, ანუ შიგნით თუ არავის არ შემოუშვებს, შეიძლება კარგი ადამიანებიც აღარ შემოუშვეს, ხო? ანუ იზოლაცია რეალურად კი კარგია, მაგრამ გააჩნია, ხო? ჩვენს გადაცემაში ეხლა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო ექსკლუზიურად ხდება ამ სიმღერის გაჟღერება, რომელსაც გააჟღერებს ბარბარა ბელი და სიმღერას ქვია არ დაგავიწყდეთ Give It, რომელიც უკვე ყველა პლატფორმაზე შეგიძლიათ მოისმინოთ. მოკლედ გემშვიდობებით მომდევნო შეხვედრამდე, მაგრამ სურპრიზად გიტოვებთ აი ამ მუსიკალურ დესერტს. მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებები და კიდევ ერთხელ წარმატებები. ასევე, მადლობა. ნახვამდის. Sunlight, he's a different person, but I'm still stuck in a fight. I'm stuck behind my trauma, can tell was a real or a lie. Part of me is the whispers, yeah, like what last try. I can walk into new love, but I feel deep inside. But first I like a shadow, still I want to try. So give it, so give it, so give it one last try. So give it, so give it, so give it one last try. I'm talking to myself. You deserve to be loved, but first you deserve to love yourself enough. Give your heart one more chance.